ჩვენი შემდეგი სტუმარია საპატიო თბილისელი, ყველასათვის საყვარელი ქალბატონი მანანა თოდაძე. საღამომშვიდობისა მანანა, ის განსაკუთრებული ემოცია, რომელიც მეც მომყვება თბილისობიდან, იმიტომ რომ აი მართლაც ამდენი ჩემიანია ერთში საპატიო თბილისელად, მათ შორის შენ და მინდა სული და გულით მოგილოცო აი ეს საპატიო ჯილდო. უღმესი მადლობა ჩემო ძვირფასო, ნამდვილად ბედნიერი ვარ და სასიამოვნოდ აღელვებული ვარ. მთელი ღამე არ მეძი და ისეთ ემოციებში ვიყავი. მე მქონდა ბედნიერება მეცხოვრა იტალიურ ეზოში. აი მაშინ გავიგე რა არის ნამდვილი თბილისი. როგორ ერთმანეთს ვეხმარებოდით. მქონდა ეზო და ყველას ვისაც რასაჭმელი ქონდა ჩამოქონდა და სულ ვსადილობდით და ვახშმობდით ეზოში. აი ეს არის სიყვარული, აი ეს არის თბილისი და აბსოლუტურად აი მე არ ვიცი რა ამას რა არაჩვეულებრივი იყო ეს ყველაფერი. გადაშოდის ჩვენი ძვირფასი ბატონი მურაზ მურვანიძე ამბობს ხოლმე რომ იტალიური ეზო ქვიაო ასე დამკვიდრებული, მაგრამ მთელი იტალია მოვლენი მაგ და ასეთი ეზოები არცად არ მაქვს ნანახი და მართლაც ესეა გაწყვეტილებას. ყველაზე მაგარი აი ჩვენ თბილისი ისეთი ქალაქია რომ დადიხარ ქუჩაში და მე ასე ვფიქრობ რომ ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, არ არსებობს რომ ვინმე საერთოდ აცნობი არ გამოუძებნოთ ნებისმიერ ადამიანს რო დაელაპარაკო და გაესაუბრო. მე ვფიქრობ რომ საერთოდ თბილისი და საქართველო არის ერთი დიდი ლამაზი ოჯახი. ეხლა ოჯახში ხო იცი ზოგი ცელქია, ზოგი ასეთია, ზოგი ისეთია, მაგრამ ჩვენია ყველა. და მე ყველა მიყვარს. ქუჩაში რო დავდივარ, მე ვარ უბედნიერესი ადამიანი. იმდენ ბედნიერ თვალებს ხედავ, იმდენ კომპლიმენტებს მეუნებიან, გია რომ აი ამით ვცოცხლობ და აი ვერ წარმოიდგენ ეს ჩემთვის რამხელა სტიმულია და რამხელა აი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო პერიოდია, როდესაც შენ ადამიანებს უყვარხარ და მეც მიყვარს და მეც სიყვარულით პასუხობ ყველას აბსოლუტურად. ეჭვი არ მეპარება, ჩემო ძვირფასო, ეჭვი არ მეპარება ამაში.